ხდება თუ არა მათი საქმიანობის რაიმე სახის მონიტორინგი? საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მოწყობილი საგაზაფხულო სკოლის მე-9 დღესაც კი დისკუსია არ ცხრება. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და iRex Media პროგრამის დახმარებით ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება საკანონმდებლო საკითხები პროფესიონალებთან ერთად განიხილონ. ჟურნალისტებისათვის სამართლებრივი სკოლა ჯერ არავის არ გაუკეთებია, ამიტომ ჩვენთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ამ ტიპის სკოლის დაგეგმა და ორგანიზება და ვფიქრობთ, რომ ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი გამოდის. ტრენინგის დღის წესრიგი ორგანიზატორებმა ჟურნალისტებთან შეთანხმებით და რეკომენდაციებით შეადგინეს. გვინდოდა რომ მაქსიმალურად მათზე ორიენტირებული ყოფილიყო ყველა ის საკითხი და ამიტომ მათი ინტერესები, ასე ვთქვათ, მიღმა არ დარჩენილა და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ინტეგრირებული ყოფილიყო მთელ სამ სამართლებრივ სკოლაში. საია გამომძიებელ ჟურნალისტებთან წლებია თანამშრომლობს. თუმცა საგაზაფხულო სკოლა მათ სამომავლო სიუჟეტებისთვის ახალი თემების აღმოჩენაში დაეხმარა. არსებობს ხვრელები, რომელთა შესახებაც ჩვენ ჟურნალისტებმა არ ვიცოდით და სპეციალისტებმა კარგად იციან, ჩვენ არ გვაქვს სპეციფიკური ცოდნა და მათთან დილიდან საღამომდე ამ დროის გატარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის სწორედ ამ კუთხით. ჩემი თქვა რომ ჩემი სამუშაო რვეული ვიხავი გავსებულია და მონიშნულია რამდენიმე იდეით, რომელსაც ალბათ ყველას ვერა, მაგრამ დიდ ნაწილს ალბათ განვახორციელებ. ტრენინგი ექსპერტებისთვისაც გამოსადეგი აღმოჩნდა. ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ ჟურნალისტების აზრის მოსმენა მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. საინტერესოა მათი ხედვები არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეებთან ჟურნალისტური გამოძიებისთვის, საინტერესო არის მათი ხედვები ასევე სისტემის ხარვეზებთან დაკავშირებით. ჟურნალისტების თქმით, კანონმდებლობის დეტალური გაცნობა მათ ეფექტური და ამომწურავი საგამოძიებო სიუჟეტების მომზადებაში დაეხმარებათ. სამართლის ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარება ჟურნალისტებს, რომ ისინი ჩვენ უფრო კვალიფიცურად ვიმუშაოთ და ჩვენ უფრო ანგარიში გასაწევები გავხდოთ როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის შევძლოთ, რომ უფრო ეფექტურად მივიტანოთ ჩვენ პრობლემები და დავანახოთ რეალობა, რაშიც გვიწევს ცხოვრება.